სტამბოლის კონვენციასთან ევროკავშირის სახელმწიფოს მხარის სტატუსით მიერთება არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი. უფრო მეტიც, ერთის მხრივ ეს არის პოლიტიკური განაცხადი და მეორეს მხრივ ადამიანის უფლებებისა და სამართლის ცენტრალური საკითხი. პოლიტიკური, რადგან ევროკავშირმა აღნიშნული გადაწყვეტილებით მკაფიოდ განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა შეუთავსებელია ევროპულ ფასეულობებთან და პრინციპებთან. შესაბამისად, ყველა ის სახელმწიფო, ვისაც ევროკავშირთან დაახლოება სურს, ვალდებულია სტამბოლის კონვენციის პრინციპები შეასრულოს სულ მცირე ევროკავშირის მიერ მითითებული დათქმების გათვალისწინებით. რაც შეეხება იურიდიულ ნაწილს, ევროკავშირი ახლა უკვე ვალდებულია თავიდან აიცილოს და ებრძოლოს ქალთა მიმართ ძალადობას ყველა წევრ ქვეყანაში. ევროკავშირის დირექტივები და რეგულაციები შესაბამისობაში უნდა იყოს სტამბოლის კონვენციის სტანდარტებთან, ევროკავშირის ინსტიტუტებმა, ევროკავშირის კომპეტენციებში შემავალ ისეთ სფეროებში, როგორიც არის მაგალითად თავშესაფარი, მიგრაცია, სასამართლო და ასე შემდეგ, უნდა იმოქმედონ სტამბოლის კონვენციის ფარგლებში. ფორმალურად სტამბოლის კონვენცია და კონვენციური ვალდებულებები ძალაში რჩება საქართველოს როგორც კონვენციის წევრ სახელმწიფოს ევროპის კავშირის მოწოდებების გარეშეც ეკისრება ვალდებულება შეასრულოს კონვენციის მოთხოვნები. თუმცა, გაწევრიანების პროცესის შეჩერება ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას არ მიიღოს მხედველობაში ევროსტრუქტურების რეკომენდაციები. ხშირად მეკითხებიან, რომელი ტერმინის დამკვიდრება არის უფრო მართებული: ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა თუ აქცენტი უნდა გაკეთდეს გენდერულ ძალადობაზე. მიმაჩნია, რომ ორივე ტერმინი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა სხვადასხვა მიზანს ემსახურება. ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა პრობლემას კონკრეტულად აჩენს და ხაზს უსვამს, რომ პატრიარქალური საზოგადოება ქალთა სქესის მიმართ ჩაგვრით გამოირჩევა. ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ჩაგვრას იმდენად ხანგრძლივი და ხმაისტორიული კონტექსტი აქვს, რომ ქალების და კაცების თანაბარი უფლებების მხოლოდ სამართლებრივ დონეზე უზრუნველყოფა არ იქნება საკმარისი. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი ძალადობის საწინააღმდეგო სრულფასოვანი პოლიტიკის შემუშავება, რომლის ცენტრალური ფოკუსი კანონების აღსრულება იქნება. ტერმინი გენდერული ძალადობა ყურადღებას ამახვილებს სისტემურ და სტრუქტურულ მიზეზებზე, დისკრიმინაციაზე, სტერეოტიპებზე, ძალაუფლების ბალანსზე. თვითონ ტერმინი გენდერული ძალადობა გაცილებით ფართოა და მის ფარგლებში ექცევა ძალადობის ის ფორმები და სახეები, რომლებიც შეიძლება ცალსახად არ გამომდინარეობს სქესთაშორის განსხვავებებისგან, მაგრამ ქალებს და გოგონებს ან მათ გარკვეულ ჯგუფებს განსაკუთრებით მძიმე უფლებრივ მდგომარეობაში აყენებს. სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს ანტიგენდერული საკანონმდებლო ცვლილებები. კანონის ყველა ტექსტიდან ამოიღეს ტერმინი გენდერი და ტერმინი ჩანაცვლდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობით და ამასთანავე მიუთითეს, რომ ტერმინი გენდერი გარეძალებიდან იყო მათთვის თავსმოხვეული. აი ეს საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს გენდერის როგორც ცნების მარგინალიზებას და საკანონმდებლო დაცვისგან სრულად უხილავს ტოვებს ქალთა ჯგუფებს. იმ ჯგუფებს, რომელთა მიმართაც ძალადობა ხორციელდება არა ორ ბიოლოგიურ სქესს შორის განსხვავებების საფუძველზე, არამედ ქალთა, მათ შორის ქვიარ ქალთა სტერეოტიპული სოციალური როლებიდან გადახვევის გამო. მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უნდა ემსახურებოდეს ადამიანის უფლებების დაცვას და არა პოპულისტურ ნარატივებს. წლების წინ, როდესაც ოჯახში ჩადენილი დანაშაულების კრიმინალიზების საკითხი განიხილებოდა, არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა კანონმდებლობას. თუმცა, მიზან მიმართულმა და გეგმაზომიერმა მუშაობამ და ცნობიერების ამაღლების კამპანიებმა ხელი შეუწყო ოჯახში ძალადობის ხილვადობისა და მათზე რეაგირების ზომების მიმართ საზოგადოების მხრიდან მიმღებლობის გაზრდას. ანალოგიურად, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ინფორმაციის სწორედ მიწოდების შემთხვევაში ტერმინ გენდერულ ძალადობას გაცილებით მაღალი მიმღებლობა ექნება საზოგადოებაში.
აი გრევიოში ჩემი მუშაობის განმავლობაში ვნახე, რომ ქვეყნები, რომლებიც ყველაზე წარმატებულები არიან ძალადობის პრევენციაში, სტრატეგიულად იყენებენ ორივე მიდგომას და ტერმინს. ჩემი აზრითაც, ორივე ტერმინის გამოყენება იქნება მნიშვნელოვანი როგორც საკანონმდებლო, ისე აკადემიურ და საგანმანათლებლო სფეროებში. გრევიომ უნდა მოამზადოს 2022 წლის ბაზისური შეფასების შემდგომი ანგარიში. ძალიან მძიმე ამ საკითხის საუბარი მას შემდეგ, რაც გრევიომ საქართველოს ანგარიში გამოაქვეყნა სტამბულის კონვენციით გათვალისწინებული პრინციპების დაცვა ყველა მიმართულებით არის გაუარესებული. აღნიშნული გაუარესება განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო 2 წლის განმავლობაში.